მოგესალმებით, ვაგრძელებთ სპექტაკლების ვლოგების ციკლს სპექტაკლის შემდეგ. ეს პროექტი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ, ხორციელდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით. ჩვენ სივრცეს გვითმობს თუმანიშვილის თეატრი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თეატრის ხელმძღვანელობას. დღეს გვინდა ვისაუბროთ ოზურგეთის თეატრის სპექტაკლზე იფიგენი ავლისში, რომლის პრემიერა შედგა აპრილის თვეში. და ეს სპექტაკლი განახორციელა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი კაშიამ, ახალგაზრდა რეჟისორმა და ეს წარმოდგენა არის ფაქტობრივად კოპროდუქცია ზუგდიდის თეატრის, ოზურგეთის თეატრისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ვინაიდან ამ სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები ზუგდიდის თეატრის და ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად. ამ სპექტაკლზე სასაუბროდ მოვიწვიე ჩემი კოლეგები ლელა არაბიძე და გოგი ყაჯიშვილი. მოგესალმებით. მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ვლოგში და ვისაუბროთ ამ წარმოდგენაზე. ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ რაც ფაქტია, იფიგენი ავლისში პირველად დაიდგა ქართულ თეატრში და ეს აღმოჩნდა ოზურგეთის თეატრის სცენა, სადაც განხორციელდა თარგმანი ეკუთვნის ლევან ბერძენიშვილს და გიორგი კაშია ამ დადგმის ავტორი, გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც ყურადღება მიიქცია ქართველი დრამატურგების, განსაკუთრებით კლდიაშვილის პიესების დადგმით და ახლა პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები ევრიპიდეს შეეჭიდა და ძალიან ფიქრობ საინტერესო დადგმა სპექტაკლი გამოვიდა, რომელიც ეხება, რა თქმა უნდა, აქტუალურ პრობლემებს, ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას და ეს ყველაფერი არტისტების გუნდთან ერთად გააკეთა, რომელსაც პირველად შეხვდა ფაქტობრივად არ გულისხმობ ზუგდიდის თეატრიდან თეატრინცაძეს, აი როგორც რეჟისორი ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან იმუშავა პირველად, ისე როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ლელა, შენ უნდა გკითხო პირველ რიგში, როგორია შენი შთაბეჭდილება, ვიცი რომ რეცენზიაც დაწერე უკვე ამ წარმოდგენაზე. ჩემთვის საინტერესო იყო ოზურგეთში წასვლა, იმიტომ რომ ძალიან ველოდებოდი გიორგი კაშიას, ანუ როგორ ექნებოდა ეს ანტიკური დრამატურგია წარმოდგენილი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა რასაკვირველია ანტიკური დრამატურგია და რასაკვირველია ძალიან გულშემატკივრო გიორგი კაშიას ახალგაზრდა რეჟისორს, რომელმაც ჩემთვის ძალიან საინტერესო რამდენიმე სპექტაკლი შემოგთავაზა. რა თქმა უნდა, რაც შენ თქვი, რომ ეს არის სამმაგი კოპროდუქცია, ეს აუცილებელია თეატრის, თანამედროვე თეატრის ცხოვრების თამდევი ნაწილია, იმიტომ რომ ორი რეგიონის თეატრის და უნდა ვთქვათ, რომ აი დღესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის თეატრზე და ეს მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აი ამ სტუდენტების მონაწილეობა ამ დიდ პროექტში. მე როდესაც შევედი სპექტაკლზე ოზურგეთის თეატრში, ანუ სპექტაკლი იწყება უკვე მაყურებელი როდესაც შედის დარბაზში, მათ შორის იარუსები და მსახიობები საუბრობენ, მასშტაბური დეკორაცია, სტილიზებული ლონგურ მურუსიძის და არ ვიცი ხა კაშიას რამდენად ჰქონდა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ მე რაღაცნაირად აი ამ მასშტაბებმა ცოტა მომაგონა ის ძველი პერიოდი ღმერთების გასაგონად და დასანახად და აი ეს დიდი მასშტაბები, რაც აუცილებლად ანტიკურ დრამატურგიას ახასიათებს. მე სპექტაკლით ვარ უფრო კმაყოფილი, ვიდრე არაკმაყოფილი და ძალიან მომწონს მისი ეს რაღაცა ჩანაფიქრები, გიორგის ჩანაფიქრები, რომელიც სხვა სპექტაკლებშიც იყო და ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ნუ ამ სპექტაკლშიც თავისთავად ძალაუფლების თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, ეხლა მით უმეტეს და ალბათ სულ ასე უნდა ვთქვათ, ახლა მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს თემა ალბათ ყოველთვის აქტუალური იქნება და იფიგენია, რომელიც ანტიკური ტრაგედიის გმირია და ალბათ ერთადერთი გმირიც ამ სპექტაკლშიც, იმიტომ რომ მას აი კოსტუმებს თუ დავაკვირდებით, აცვია ეს ძველ ბერძნული სამოსი. მხოლოდ მას თუ არ ვცდები, სწორად მასზეც მინდოდა მე ლაპარაკი. დიახ, აუცილებლად ეს ჩემთვის ძალიან სახასიათო იყო. ის აირჩევს, ანუ ბედისწერას ვერ გაექცევა, ეს მოტივი ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია და ის არის გმირი, რომელიც გადაწყვეტს, თავისით გადაწყვეტს, მივა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებლად ქვეყანას უნდა შესწიროს თავისი თავი. თუმცა მე მაინც მომეჩვენა, რომ კარგად ვერ დავინახე, როგორ მივიდა იფიგენია ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომ შეეწიროს სამშობლოს, აი ამ მაღალ იდეალებს.
ეს რაც საკვირველია, მაინც ვფიქრობ, რომ დამაკდა და ძალიან ბევრი არის საფიქრელი აი ამ გადაწყვეტილებამდე როგორ მივიდა ეს ახალგაზრდა გოგონა. აი ეს გზა როგორ გაიარა პერსონაჟებმა ამ ტრაგედიამდე, აი როგორ გათამაშდა ტრაგედია, ხო? გოგი ამაზე შენ უნდა გკითხო, მსახიობებმა როგორ მოიტანეს სათქმელი და იგრძნობა თუ არა პერსონაჟების ხასიათის განვითარება. შენი შეკითხვის შესახებ შემიძლია გითხრა, რომ წარმოდგენა ზუსტად იმ ბერძნული ტრაგედიის ტრადიციაშია გაკეთებული და დადგმული, რომელსაც იმსახურებს საერთოდ ბერძნული ტრაგედია. თუნდაც ის, რომ მასში არის პროტაგონისტი დასაწყისში, არის ქორო, რომელიც ასევე აუცილებელია ანტიკური ტრაგედიისთვის. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად თანამედროვე რეჟისორი სადღაც 2 თვის წინ ზამანიშვილის დედი ნაცვალის ინტერპრეტაციას აკეთებს სცენაზე თანამედროვე ნაწარმოები უცბად ასეთ ანტიკურ ტრაგედიაში დაინტერესდება ანტიკურ ტრაგედიის წარმოდგენა ზუსტად იმ ფორმებით არის წარმოდგენილი, როგორც რომელსაც ანტიკური ტრაგედია ემსახურებს, ეს ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება მსახიობის თამაშს, ახლა თქვენ კი ბრძანეთ, რომ ერთადერთი ვისაც აცვია შესაბამისი ბერძნული ეს არის იფიგენია, დანარჩენები ნამდვილად თანამედროვე კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. ძალიან ხშირად რეჟისორები მართავენ ხოლმე ამ ფორმას, რომ გაათანამედროვენ ის ამბავი, რომელიც მოხდა 26 საუკუნის წინ, უფრო მეტის წინ. და ხშირად ამას ესე თავი ხოლმე ხან მობილური ტელეფონი აქვს პერსონაჟს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თვითონ ანტიკური ტრაგედია აი გათანამედროვებას ძალიან ვერით არის ამ გათანამედროვებას და ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს, რომ მიუხედავად პრობლემისა, რომელიც მაშინაც იყო და ეხლაც იყო, ის დღესაც შეიძლება იყოს ეს პრობლემა იდგეს მართალია, მაგრამ ანტიკური ტრაგედიის მთავარი თემა და დამოკიდებულება ეს არის ადამიანისა და ღმერთის, ანუ მითოსის ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ანტიკურ დრამაში, იმიტომ რომ აქ მთავარია ის მითოსი და მთავარია ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ახლა როგორი თანამედროვეც არ უნდა გააკეთო ოიდიპოსი, გვერდს ვერ აუვლი იმით, რომელიც რის გამოც არის ეს ნაწარმოები შექმნილი. და როგორც ველამ ბრძანა, თავისთავად გასაგებია, რომ ამბავი, რომელიც იქ სცენაზე მიმდინარეობს, ეს ვიცით ეს თემა რაც არის, ეს არის პარისმა მოსტაცა წმინდა მშვენიერი ელენე და წაიყვანა ტროაში და იქ ამან გამოიწვია ეს ომი და სწორედ აი ამ ტროას წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანაა მთელი სპექტაკლის განმავლობაში. კი, იმიტომ რომ ხშირად რეფრენად მეორდება ტროა უნდა დაეცეს, ტროა უნდა დაეცეს. და აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ტროა უნდა დაეცეს და სწორედ აი ამ ტროას დაცემის თემამ, რომელიც ძალიან ხშირად ფიგურირებდა, დამოკიდებულება კლიტემნესტრას, აგამემნონის, აქილევსის და მათი დამოკიდებულება სულ ფიგურირებს ეს ამბავი და სწორედ აი ამან მიიყვანა იფიგენია იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მან მიიღო. თორემ მთლიანობაში ლოგიკურად სპექტაკლის განმავლობაში ის ებრძვის მამასაც კი ებრძვის იმის გამო პირიქით კი არა ებრძვის თხოვს რომ ჰადესის სამყაროში არ გამიშვა ის წინააღმდეგია სიკვდილის იმიტომ რომ მას აგამემნონი ელოდება აქილევსი ელოდება რომელმაც ცოლად უნდა მოიყვანოს მაგრამ იგი ამაზეც კი უარს ამბობს იმდენად ძლიერია ტროას
წინააღმდეგ ბერძნების, ასე ვთქვათ, მოქმედება და ბერძნების ბრძოლა იმისათვის, რომ იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად მხოლოდ ელინეს დაბრუნებაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია ორი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ახლა ყოველ შემთხვევაში ტროა და ბერძნები ახლა ხო, ქალაქ სახელმწიფოებად სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ და თავარი იყო რომ ტროა უნდა დაცემულიყო. ტროა რომელმაც ძალიან ხშირად ბერძნების წინააღმდეგ იყო ძალიან ბევრი ბრძოლაში ბერძნების წინააღმდეგ გამარჯვებული და ამიტომ ბერძნებმა გადაწყვიტეს რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესაჯათ ტროა როგორც ხა საგალაპარაკობთ ქვია ტროას ცხენზე რომელიც გახდა ასე ვთქვათ აი ამ ტროას დამარცხების ერთ-ერთი საშუალება. და აი სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ახალგაზრდა იფიგენია ღებულობს, ეს არის სწორედ ის, რომ სამშობლოს გადარჩენისა და სამშობლოს გულისთვის იგი თავს შესწირავს აი ამ ბრძოლას. და აქვე უნდა აღინიშნოს ალბათ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მარიამ გაბაძის იფიგენიაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორი შემსრულებელია, ნუცა აბაშიძე და მარიამ გაბაძე და ჩვენ ნახეთ მარიამ გაბაძის შესრულებული იფიგენია. და რაც შეეხება დანარჩენ მსახიობებს, რომლებიც აქ ოზურგეთის თეატრის მსახიობები არიან გიორგი დოლიძე, აგამემნონი ლევან საღინაძე და კიდე ძალიან საინტერესოდ გამოიკვეთა მოხუცის სახე, ეს არის მსახიობი დავით კვერდელიძე, რომელიც იშვიათად მონაწილეობდა ხოლმე ოზურგეთის თეატრის სპექტაკლში, მაგრამ ეს ერთ-ერთი მისი ეს როლი ძალიან საინტერესო შესრულებულია. მისი მოხუცი არის მართლა ძალიან ტრაგიკული ადამიანი, რომელიც ახლა აი ამ ამბების მოწმე და მონაწილეა. და ასევე თეა ცინცაძე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კლიტენესტრა, ზუგდიდის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია და აქ ის გამოიკვეთა როგორც გმირი, ტრაგიკული გმირი, საერთოდ კლიტენესტრას სახე, საერთოდ მითოლოგიაში ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს ძალიან ავხორცია პერსონაჟია, რომელმაც უღალატა ქმარს და თავის შეყვარებულთან ერთად მოაკვლევინა თავისი ქმარი და აი ამას მერე მოყვება ის ტრაგედია, რაც ვიცით ორესტრიასა და ელექტრას ტრაგედია, რომელიც ასევე კლიტენესტრასთან ჩრდილ დანაშაულების მიხედვით არის დანაშაულების გამოხდება და აი მისი ეს როლი ძალიან საინტერესოდ გამოიკვეთა ამ სპექტაკლში. კი ბატონო, მაყურებელმა რომ იცოდეს აქ აღინიშნა კიდევაც კოსტიუმების თაობაზე, რომ ყველას აცვია თანამედროვე კოსტიუმი და მხოლოდ იფიგენია არის გამორჩეული აი ამ ანტიკურ ქიტონში გამოწყობილი ფაქტობრივად და მე გამიჩნდა განცდა, რომ რატომ და აი ლელამ ამაზე ფაქტობრივად გასცა პასუხი, თუმცა ეს პასუხი მთლად დამაჯერებელი ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პრინციპი, რომ კი ბატონო ეს გასაგებია, რომ იფიგენია არის გმირი ამ ტრაგედიის და ამიტომაც არის რაღაცა თეთრ სამოში გამოწყობილი და დანარჩენი ყველა თანამედროვე კოსტიუმებში, აქ თეა ცინცაძეზე იყო საუბარი და კლიტენესტრა რო შემოდის სცენაზე ამ წითელი კაბით, ჩემთვის არის ძალიან ეფექტური და უკვე რას დაილაპარაკებს კლიტენესტრა ნაკლებად მნიშვნელოვანია, უყურებ უბრალოდ ძალიან ლამაზ ეფექტურ ქალს, ეშხიან ქალს, რომელსაც როგორც ჩანს და ეს თეა ცინცაძეს მოაქვს, ნამდვილად ამ ქალს აქვს ძალიან დიდი გავლენა, მაგრამ რაც ლელამ ახსენა, რომ ბედისწერა ანტიკურ ტრაგედიაში არის უნიშნელოვანესი და ვერავინ ვერ ამარცხებს ვერც ერთი გმირი ამ ტრაგედიების, ანტიკური ტრაგედიების ბედისწერას ვერ ამარცხებს და აქაც ვერც აგამემნონი, რომელიც გმირია, ხო? ვერც იფიგენია, რომელიც გმირია, ხო? ანტიკური ტრაგედიის და მითოლოგიის და ასევე კლიტენესტრა უძლურები არიან აი ამ ბედისწერის წინააღმდეგ, ვერც სვლიან ხომ თავს და ეწირება მსხვერპლად. მინდოდა ორი სიტყვით მე თქვა სცენოგრაფიაზე
დაგეთანხმებით, რომ არის ძალიან მონუმენტური, სტილიზებული, ძალიან დიდი დეკორაცია დგას. ფაქტობრივად ახმეტელის რღვევა გამახსენა დეკორაციამ, იმიტომ რომ რღვევაშიც გემბანზე ხდება მოქმედება, დიდი უზარმაზარი ხომალდი არის სცენაზე და აქაც, მაგრამ მე უფრო მოლოდინი მქონდა, რომ უფრო ქმედითი, დინამიური იქნებოდა ეს სცენოგრაფია, სცენა დატრიალდებოდა, იმოძრავებდა, დაიშლებოდა ეს დეკორაცია, რაღაცა მოხდებოდა და ეს არ იქნებოდა მხოლოდ სტატიური, უზარმაზარი კონსტრუქცია სცენაზე, თუმცა ერთი სცენა, რომელშიც ეს კარგად ამართლებს, როცა საძინებელი გამოდის, ძმები ხვდებიან ერთმანეთს. ხვდებიან ერთ კიბეზე ადის, მეორე კიბეზე და ერთმანეთს უპირისპირდებიან და ადიან გემბანზე. და ასევე ის სცენა ცოლქმრის სარეცელის ცოლქმრის სარეცელის წერა აგამემნონის, გიორგი იდოლიძის და თეაცინცაძე კლიტემნესტრასი კი როგორ არა მოძრაობს, გამოყენებული არის და ამის თქმა მინდოდა ზუსტად ლელა მახსენა დასაწყისში რომ სპექტაკლს აქვს თავისი ფორმა და გადაწყვეტა, ხო? იწყება სპექტაკლი ფაქტობრივად არ ვიცით როდის იწყება, იმიტომ რომ სპექტაკლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იწყება სპექტაკლი, იმიტომ რომ მაყურებელი შედის, ვერ იგებს და იწყო არ დაიწყო, იმიტომ რომ მოქმედება უკვე მიმდინარეობს. და ეს გამოყენებული არის იარუსები, პარტერი ათვისებულია სცენა, ანუ ყველგან ხდება მოქმედება, მთელს შენობაში ხდება მოქმედება და სცენა არ არის მთავარი ადგილი, სადაც ეს მოვლენები ვითარდება და აქ არის კიდე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ არის ქორო, რომელიც არის აბსოლუტურად ფუნქციური, თან არის თანამედროვე გადაწყვეტილებების მიმღები, წამქეზებელი, შემფასებელი, რეზიუმეს გამომტანი და ეს ანსამბლი ქოროს ქალების არის ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილიც და შესრულებულიც და ამ ფუნქციას ძალიან კარგად გრძნობენ მსახიობები და რამდენად მნიშვნელოვანია ეს განაწილება, რომ წინა პლანზე მთავარ როლებში წამოიწია ნაკლებად ცნობილი მსახიობები და ქოროში ხვდებით ზუსტად უფრო ოზურგეთის თეატრებისთანაც ასოცირდება, ხო? შორენა გვეტაძესთან, თამარ დონერაძესთან და ისინი ქოროებში ხედავთ მარტო, ხო? თითქოს ეპიზოდურ როლში. ეს ძალიან მომეწონა და ამიტომაც არის ქორო ასეთი გამორჩეული და ფაქტობრივად წუნდაუდებელი. აი თუ არ გამიგრძელდა ახლა ჩემი მონოლოგი, უბრალოდ მინდა რომ მეც გამოვხატოთ ჩემი აზრი ამ სპექტაკლთან დაკავშირებით. არის მნიშვნელოვანი ერთი მომენტი. რა ისევ არტისტებისთვის გასაგონად მინდა ვთქვა, ბევრი სცენა თამაშდება პარტერში და ამფითეატრში, ხო? მაყურებელთან ისინი არიან ძალიან ახლოს. მე ვფიქრობ, ეს მათთვის არის დიდი გამოცდილება და გაკვეთილი, როგორ უნდა იმუშაო ახლოს მაყურებელთან და როგორ უნდა იმუშაოს სცენის ბოლოდან. იმიტომ რომ მე როდესაც ვაკანკალებ ხელს სიტყვაზე, ხო, ცოტა ვუმატებ თუ ვარ შორს მაყურებლისგან, რომ მან დაინახოს მე რას ვაკეთებ, მაგრამ როცა ვარ მე ძალიან ახლოს მაყურებელთან, ეს არის ზედმეტი. და აი ეს არის ბევრი შესაძლებელი მომენტი. სხვათა შორის გიორგი დოლიძე ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საინტერესო არტისტი, დაიწყო ექვთიმედან, ექვთიმეს როლი შეასრულა მან, ეხლა აგამემნონი. აი დავით კვერთხელიძეზე მინდა ვთქვა, რაც არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ჩემი აზრით, ეს არის რეგიონის თეატრებში ხშირად ხვდებით ჩვენ ესეთ არტისტებს, გამეორება გამომდის, მაგრამ აი როდესაც ახლოს ხარ მაყურებელთან, დრამატიზმს უნდა მოუკლოს, ჩემი აზრით. კი, ტიპაჟურად საინტერესოა მოხუცის პერსონაჟი, მაგრამ ზედმეტი ტრაგიკულობა, პათეთიურობა, გათეატრალიზება ამ ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ ანტიკურ ტრაგედიას თამაშობენ ისინი, არ გაქვს შეგრძნება, რომ ანტიკური ტრაგედია თამაშდება და აი, რაღაცა გმირულ რომანტიკული თეატრია და როცა არტისტი იწყებს ბრჭყალებში გმირულ რომანტიკული თეატრის პრინციპებით და ხერხებით მუშაობას, ის ჩემი აზრით არ არის საინტერესო და სრულიად ამოვარდნილია თანამედროვე ქართული სათეატრო კონტექსტიდან აბსოლუტურად. და ლელა ბოლოს
მინდა მაინც რეზიუმეს სახით კითხო შენ ნახე ეს არტისტები კოლაბორაციაში ერთმანეთთან არის თუ არა ანსამბლურობა და შეთამაშებულები იყვნენ თუ არა ისინი ერთმანეთთან და ბოლოს და ბოლოს ეს ტრაგედია გათამაშდა თუ არ გათამაშდა? ჩემი აზრით ტრაგედია გათამაშდა, მაგრამ სანამ მაგაზე გეტყოდი, მე არ მინდა რომ ეს ვიდეობლოგი ისე დავასრულოთ, რომ არ ვთქვათ, ანუ ტექსტზე რო იმუშავა ვალერიო თხოზორიამ, რომელიც ძალიან საინტერესო ახალგაზრდა დრამატურგია და ძალიან ხშირად დავდივართ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აი რეგიონალურ თეატრებში სპექტაკლებში, სადაც ტექსტზე სწორედ ვალერის აქვს ნამუშევარი და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა და ძალიან მომწონს ეს ამბავი. ეხლა რაც შეეხება შენ კითხვას, მე დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ჩემი აზრით ტრაგედია გათამაშდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, შთამბეჭდავ იქ იყო რამდენიმე ასეთი შთამბეჭდავი სცენა, ერთ-ერთი მაგალითად იყო, რა თქმა უნდა, იფიგენიას და აგამემნონის სცენა, როდესაც სთხოვს იფიგენიას, ანუ გადაწყვეტილებამდე მივა მამას, რომ არ გაუშვას ჰადესთან, ანუ არ მოკლას თავისი ხელით თავისი შვილი, მაგრამ მერე უკვე ხედავთ აი ამ ფინალს, როდესაც იფიგენია როგორც ბერძნული ტრაგედიის გმირი, რა თქმა უნდა, ბედისწერას ვერ გაექცევა და აუცილებლად თავი უნდა შესწიროს ამ იდეალებს და სამშობლოს. ამიტომ მე ვთვლი, რომ ტრაგედია გათამაშდა, თუმცა რასაც შენ მეკითხები, აი ამ კოპროდუქციის პირობებში, როდესაც ფაქტიურად ოზურგეთის სუგდიდის თეატრის მსახიობები და კიდევ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი თამაშობს ერთად, მე მაინც ვფიქრობ, რომ რასაკვირველია თამაშია არის ეს ჟანრების აღრევა, მომეჩვენა ძალიან ხშირად სხვათა შორის სპექტაკლის ცქერისას, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ტრაგედია გათამაშდა და გიორგი კაშიამ დაგვაფიქრა მაყურებელი იმაზე, რომ პროა უნდა დაეცეს, რომ ომს აუცილებლად უნდა მსხვერპლი, რომ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამას, რომ ძალაუფლება ყოველთვის ადამიანები ყოველთვის იფიქრებენ ამის გარეშე, ანუ რთულია ცხოვრება, მაგრამ თან ძალიან ძნელია ძალაუფლებასთან ჭიდილი და ის რომ ანუ ყოველთვის იარსებებენ გმირებიც, რასაკვირველია. ამ ყველაფერზე მე როგორც მაყურებელი ოზურგეთის თეატრში დავფიქრდი. ძალიან სასიამოვნოა. გოგი, ხო არ გინდა რომ დაამატო რამე, ხო არ დაგჭა სათქმელი ამ სპექტაკლზე? არა, მე თითქმის ყველაფერი ვთქვით და იმაჩნია, რომ ეს აი ესეთი ტიპის მუშაობა ოზურგეთის თეატრის ჩვენ ვიცით ახლა უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ ეს იდეა კორპორაციული სპექტაკლების შექმნის ოზურგეთის თეატრიდან მომდინარეობს ძირითადად და კიდევ გაგრძელდება რასაკვირველია და ამაში თვითონ თეატრალური პროცესი იგებს, არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ იგებს თეატრალური პროცესი იმისათვის, რომ სხვადასხვა რეჟისორებმა, სხვადასხვა მსახიობებმა, სხვადასხვა თეატრებში განახორციელონ თავიანთი ნამუშევარი და მსახიობები, რომლებიც თითქოს ერთი თეატრის სტილში არიან ხოლმე ყოველთვის, ეს აიცილონ თავიდან და იმუშავონ სხვა მსახიობებთანაც და აი ესეთი უნივერსალური ტიპის სამსახიობო სკოლისკენ მიმართებისკენ შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ტიპის კოპროდუქციების შექმნა. დიდი მადლობა ჩვენს vlog-ში მონაწილეობისთვის. საუბრობდა ლელა არაბიძე და გოგი ყაჯიშვილი, ჩემი კოლეგები, თეატრმცოდნეები. საუბრობდით ოზურგეთის და სუგდიდის თეატრების კოპროდუქციაზე იფიგენია ავლისში, რომელიც დადგა გიორგი კაშიამ, ახალგაზრდა რეჟისორმა და ჩვენ ეს წარმოდგენა ვნახეთ ოზურგეთის თეატრის სცენაზე. დროებით გემშვიდობებით.